ანტიკორუფციული ბიურო, ეგრეთ წოდებული ფარას ქართული ანალოგის მოთხოვნების დარღვევის ბრალდებით 6 არასამთავრობო ორგანიზაციას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება. დღეს გამართულ ბრიფინგზე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაბამისი წერილი ივანიშვილ კუპრაშვილის ბიუროსგან 11 აგვისტოს მიიღეს. მათი თქმით, რაჟდენ კუპრაშვილის უწყება ითხოვს განმარტებებს, რატომ არ რეგისტრირდებიან ორგანიზაციები უცხოეთის აგენტების რეესტრში. საუბარია სამოქალაქო საზოგადოების ფონდზე, საფარზე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოზე, მედიის განვითარების ფონდზე, ისვეთსა და სოციალური სამართლიანობის ცენტრზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესებით მოქმედი, დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისია ქალების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, დევნილების, მშრომელების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა. დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი მედიის დევნა მიზნად ისახავს დემოკრატიის დასრულებას. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით მათ ქართული ოცნება პუტინის რუსეთის სტილში დევნის, რისი მიზანიც ქვეყანაში დემოკრატიის დასრულება. NGO-ები ამბობენ, რომ რუსული კანონებით მუშაობას არ აპირებენ. მათივე თქმით, ამერიკული ფარა სტანდარტით რეესტრში რეგისტრაცია არ ეკუთვნით და ამის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გაუგზავნიან. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული ფარა სტანდარტით, რომლის ასლის არის თითქოს ეს კანონი, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ კუპრაშვილის ბიუროს ჩვენ შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტაციას გავუგზავნით. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს. ოპოზიცია ქართული ოცნების მხრიდან ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობაზე საუბრობს და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგ ნაბიჯს რეპრესიებს უწოდებს. ეს ეგრეთ წოდებული კანონპროექტი გახლავთ მთავარი ერთ-ერთი მტრული გადაწყვეტილება, რაც მიიღო ივანიშვილმა ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, ის ზღუდავს და ცდილობს რომ გააკონტროლოს მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა არასამთავრობო ორგანიზაციები არიან წინააღმდეგობის რეჟიმში, თუმცა ნებისმიერი ტიპის რეპრესიული ზომა ივანიშვილის და მისი ბანდის მხრიდან არ არის გამორიცხული და მოულოდნელი, ხო? ამიტომაც ნებისმიერ სამწუხარო განვითარებას უნდა ველოდოთ მოვლენების, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ყველა იმ ორგანიზაციას უცხადებთ სოლიდარობას, რომელიც რჩება წინააღმდეგობის რეჟიმში. ნაცვლად იმისა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში შექმნილიყო ნეიტრალური ანტიკორუფციული ბიურო და გააქტიურებულიყო და ძლიერებულიყო, მივიღეთ ქართული ოცნების კორუფციის მცველი ბიურო, რომელიც პირიქით ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ ამ ქვეყანაში ამ კორუფციული სქემებით დაზიანებულ და დაზარალებულ ადამიანებს, როგორებიც არიან ქალები, ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო გამოყენებული არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, რაც თავის მხრივ არის ძალიან შავი ლაქა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორებისთვის. არასამთავრობოები ეტყობა deep state-ის პატარ-პატარა აგენტები არიან, ზოგი პატარა, ზოგი საშუალო, ზოგი დიდი. ხო, რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს არის კიდევ ერთხელ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან საკუთარი იდეის, მიზნის და ოპერირების თვითილუსტრაცია, აღიარება, იმიტომ რომ ინდიკატორი ეხლა რაც თქვენ წაიკითხეთ, ნიშნავს იმას, რომ ებრძოდნენ და ამ ბრძოლას გააგრძელებენ პარტიული ინტერესების სასარგებლოდ. ქართული ოცნების წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ყველა ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამის შედეგს უნდა ელოდოს. ის ადამიანები, ვის ბრიფინგსაც დღეს უყურავდით, პირდაპირ და ცხადად გვევლინებოდნენ უცხო გავლენის აგენტებად, გვევლინებოდნენ მათ შორის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის ამ ქვეყანაში გამტარებლებად და ის ფაქტი, რომ მათ როგორც ყველას აქვთ ვალდებულება, რომ ქართულ ხალხს გაუსაჯაროონ მათი მიღებული დაფინანსება, მიზნობრიობა და ყველა ის მოქმედება, რომელსაც ანხორციელებდნენ, ეს არ ექვემდებარება არანაირ კითხვის ნიშანს. ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი კი არა, კანონი და ზოგადად სწორი პრინციპები ავალდებულებთ ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს წარუდგინონ ანგარიში.
და როდესაც მათთვის ნორმა არის, რომ უცხოელებს წარუდგინონ ანგარიში და საკუთარი ხალხის წინაშე იყვნენ სრულიად ჩაკეტილები და დაფარულები, რა თქმა უნდა, პირდაპირ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უცხოურ ინტერესს ატარებენ. ქართული ოცნების პარლამენტმა უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი მესამე მოსმენით 1 აპრილს მიიღო. კანონს ივანიშვილის პარტია ამერიკული ფარას ზუსტ ანალოგს უწოდებს, თუმცა მისგან განსხვავებით, ქართული კანონი მიზანში დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას იღებს. ის სისხლის სამართლის წესით გასამართლების მექანიზმსაც მოიცავს, რომელიც როგორც ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს ეხებათ. ფაქტობრივად ყველას, ვინც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. სადავო კანონი აგენტად რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის მოთხოვნას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებს. ნებისმიერი პირი, რომელიც კანონის რომელიმე პუნქტს განზრახ დაარღვევს, წარსადგენ დოკუმენტაციაში არასწორ ინფორმაციას განზრახ ჩაწერს, ფაქტს გამოტოვებს, 10,000 ლარამდე ჯარიმიდან არაუმეტეს 5 წლიანი პატიმრობით დაისჯება. სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა 5,000 ლარამდე ჯარიმას ან 6 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს. იურიდიული პირის შემთხვევაში სანქცია მხოლოდ ჯარიმა.